მოგესალმებით მეგობრებო, მახათის ავტოდრომიდან, სადაც იმართება რალი სპრინტის მესამე ეტაპი. საკმაოდ ბევრი მონაწილეა, 45 მონაწილეა დღეს. აქაც კლასებით არის, რა თქმა უნდა, ძრავის მიხედვით არის დაყოფილი, არის 2-დან 0-მდე, 2-დან 0-დან 3-დან 0-მდე. 3-დან 0 ზევით და არის კვადრო კლასი. ჩვენ მასპარეზობთ 2-დან 0-მდე კლასში, საკმაოდ ბევრი მონაწილეა, ჩვენთანაც 15-მდე არის ჩვენ კლასში მონაწილეების რაოდენობა. გვაქვს 4 გარბენი, 4-ვე ერთმანეთს ემატება, ანუ 4-ვე კაი დროში უნდა იარო, იმიტომ რომ ერთი გარბენიდან არ გამოვიდება გამარჯვებული, 4-ვე ჯამდება და ჯამური თუნდება გამარჯვებული. ასე რომ 4-ვე უნდა გავიაროთ მაქსიმალურად ეცადოთ რომ კაი დროში. გზა არავინ არ იცის, დღეს დაალაგდა პირველად, შესაბამისად გზის რეკორდები არ არსებობს ეგეთი რამე, ზოგადად სპრინტზე არც ვარჯიში არის და არც ერთნაირი გზა არ მეორდება. ყოველთვის არის სხვადასხვა გზა. ვინც ამ გზაზე უკეთესად ადაპტირდება და მაქსიმალურად ჩქარა გაივლის, ის იქნება გამარჯვებული ყველა თავის კლასში, რა თქმა უნდა. გაიდან. პირველი გარბენი გავიარეთ, პირველ ჩასახვევში ფიშკა გავიყოლეთ, 2 წამიანი ჯარი მავიღეთ, მაგრამ დრო არ ვიცით ჯერ რა დრო არის. ნახოთ აბა დროები ზოგადად. კლასში პირველი დრო გვექნებოდა ჯარიმა რო არ ამეყო. ხო. მაგრამ რა ვშევ, 3 გარბენი კიდე წინ. ამოვკაჩავ ნელ-ნელა მაგ 2 წამს. სერგი რა მანქანით ასპარეზო? იშვიათი მანქანა. ეს არის ძველი Mazda RX-8 2003 წლიანი თავის ძრავზე, როტორულ ძრავზე 1.3. ყველას ესებია, ხო გასვაპული, რაც დადიან მეგობრებო თბილისში. კი, სხვათა შორის, მაგრამ არც ერთი სვაპი არ მუშაობს სპორტულ რეჟიმში, იმიტომ რომ ერევა მანქანას მასის გადანაწილება და აღარ არის ის რაც უნდა იყოს. აბა ჩავხედეთ, 1.3-ია? ხო, გავაღებ. რამდენი ცხენია? 200-მდე. ქარხნულად აქვს მაგდენი თუ? ქარხნულად უწერია 221, მაგრამ რეალურად არც ერთს არ აქვს 221, ახალიც რო შეიძინო, თვითონ იაპონელების ტესტები არსებობს, მაქსიმუმ 215-მდე აჩვენებს. ეს არის ატმოსფერული, თორე ტურბო ძრავები, რომელიც შიდში დგას, ის ბევრად უფრო ძლიერია. ამას რა პორშინები გასწორდებიან არა, ხო? არაფერი საერთოდ. 2 წალი როტორი არის შიგნით და ძალიან მარტივად შევეცადი ამეწყო. უბრალოდ გავაკეთე აქცენტი გაგრილებაზე, ზეთის კარგ მიწოდებაზე, ჰაერის მიწოდებაზე და გამშვებზე, ასე ვთქვათ. ჩვეულებრივ ძრავს, შიდაწვის ძრავს, პორშინით, გასპრედით, კანალების გადიდებით, რაღაცეებით უმატებენ და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოუმატოთ ცხენი? ამას ვინაიდან ესეთი რაღაცეები არ აქვს, პორტინგი კეთდება, ანუ შემშვები და გამშვები დიდდება, თუმცა აქვს თავისი გარკვეული მინუსები მაგასაც, იმიტომ რომ პორტის გადიდება ავტომატურად ცვლის, როგორც რომ ახსნა აირასპრედლის ფაზების ცვლილებას ამაზე. შესაბამისად გააჩნია რისთვის გჭირდება, დაბლები გჭირდება, მაღლებში გჭირდება სიმძლავრე და ასე შემდეგ. შენ რაც გჭირდება, იმის მიხედვით კეთდება, ანუ უაზროდ ზოგმა იცის ხოლმე რომ რაღაც ხიდებიან პორტინგებსაც აკეთებს უსაშველოს, რომელიც შემდგომ უკვე დაბლებში სიმძლავრეს კარგავს. მაგრამ მაღლებში უმატებს, ხო? ხო, მაღლებში უმატებს კი. ნიშნულოვნად თან ის არის რომ პორტინგის მერე შესაძლებელია ამის 11-12,000 ბრუნამდე დატრიალებაც კი. ეხლა მუშაობს. ეხლა 10 მაქვს გაჩერებული. შეგიძლია ხომ მოგესმენო? კი, რა თქმა უნდა. როტორის სასწაული. მაგარია. ხო. ნუ დანარჩენი ქარხნად გამოდის ბლოკირებული დიფერენციალით.
გამარჯობა, ეს ჩემი ბარკები არიან კიდე აქეთ. ეს როტორული მზავი ხარი? კი, ესეც მექანიკა, უბრალოდ ეს მეუღლის მანქანაა და დადის. თან რამე იყოს დონორათაც არის, ხო? დონორები კიდე ყავს. რამე იყოს ისე დაგჭირდეს მეუღლეს დღეს ტაქსით მოგიწევს, რაღაც მჭირდება თან. კი. ეს არის. დიდი არაფერი, უბრალოდ შევეცადე რომ ცოტა შემემსუბუქებინე კიდე. ამ 1 და 3-ია, ხო? კი, 200 ცხენის ძალამდე. სადღაც 205 შეიძლება. ტემპერატურასაც გააჩნია გარემოს. როგორ არის? საინტერესოა რა, 1 და 3-დან ამდენი ცხენი მაგარია. ხოცა რესურსიანი ძრავია, ხო? ნუ როგორც ყველა სპორტული ძრავი, ესეც მალე კვდება, თუმცა შევეცადე რაც სუსტი წერტილები აქვს. შედარებით aftermarket დეტალები შემოცვალა. თუმცა აი მე თვითონაც ტესტის რეჟიმში მყავს ახლა, მიუხედავად იმისა, რომ შენ კი იცი თითქმის 20 წელია როტორულ ძრავებთან მაქვს შეხება. რამდენად იმუშავებს და ჯერჯერობით ჯვარისწერია. ის 7 ხო ყავს. იმით დავდიოდი ხოლმე ადრე. ადრე დავდიოდი, მაგრამ ეხლა ვიცი, რომ ნაწილებზე ძალიან დეფიციტია და ვეღარ იმედებს სასეჯიბროდ, ხო? სასეჯიბროდაც და ამ შეჯიბრზეც კიდე, ხო. მე გავიმეტებ, მაგრამ ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ო, 7 აღარც არის, რა ვიცი, სადღაც არის 7. იდეაში მგონი საქართველოში მარტო ჩემი დარჩა, რომელიც თავის ძრავზეა და თავის, ასე ვთქვათ, დეტალებზე, ქართულ მდგომარეობაში. შვენიერია, წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი. თქვენს წარმატებები არაჩვეულებრივი გამოსვლა ქონდა და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი იქნება ამ კლასში. შევეცდები, მადლობა. რა ამასდა არის ამისთანა, ბიჭო, რა შვება ეს მანქანა. ცხენი ამას არა აქვს ოიძახით და დანაერთები უხვევს რა. მოსახვევში მაგარია? კი. ეგ აქ პლუსი ამ ზონის გადანაწილება. რომელი მაზდა არის MX-5? MX-5. ბოლო თაობა რა, ეს 4 თაობაა გამოსული. ანუ ეს ბოლო თაობა. კაროჩი, პირველი 2 ეტაპი ვერ დავაფინიშე. პრინციპი საკითხია, რომ დღეს დავაფინიშე. ხო, ეგრე გამოდის. ადგილს აღარ დავეძებს, მაგრამ პრინციპი საკითხია, დღეს სოლიჯმი მივიდე ფინიში. დავაფინიშებთ, ყველა დავაფინიშებთ. იმედია. გაძრავია შენ მაზდას. 2-დან 0-ია ატმოსფერული. დაახლოებით რაც ვნახე დინოზე 150 ცხენის ზალა აქვს საბურავს. ხო. ცოტა სიმძლავრე ჭირდება, მაგრამ ბალანსის ხარჯზე კარგად დადის. მოსახვევებში შედის მაგრამ. ხო, მოსახვევი ტორმუზიც კარგი აქვს, aftermarket-ი. ეს ტორმუზი ვილუდები ქართულად არ ეყენება. არა, ქართული არ არის ეს. ჩამოყვა. ესე ჩამოყვა. ესეთი ჩამოვიდა იდეაში აქ მე არაფერი არ გამიკეთები. How are you? I'm fine. პირველი ეტის ვიარეთ ზაესდი. რატო არ გამოხვედრითო? ესე იგი ეს მუხრუჭები ჩამოყვა. კი, მუხრუჭები ჩამოყვა. კალოთკები აყენია. ქალაქის უბრალოდ ის რაღაც კერამიკები არ მიყენია. არა მუშაობს, რა ვიცი, ამისთვის ყოფნის რა, იმიტომ რომ სუბუქია ქართულადაც და კარგად ატორმოზებს. შენიოთ გრილად დადიხარ. კი, გადახდი და ეგრევე. ყველა ბედნიერი. სიცხე არ გაწუხებს რა. დაჟე სახურავს რომ ვაფარებ, უბრალოდ პრობლემა ეს არის რომ შელემს თავზე რო ვიფარებ, ცოტა იმას ვედები. ტენტს. ხო. მიწევს ხოლმე ეს. დაჟე წვიმაში ვარ ერთხელ ეს გადახდი. მაგის გამო. შენიერია. ხო არაპირებ გადუგვას აღმოცე გადუგვას. არ ვიცი, არ მგონია. ჯერჯერობით არ ვფიქრობ. ცოტა ცხენები უნდა მაგისთვის. შემდეგი სეზონიდან პარნეზე მეც შემოგიერთებით. შენია ესებიც ლაგდება თან. ხო, იმ დღეს ვატომაც მითხრა რაღაც წინა წამყვანი ცალკე, უკანა ცალკე. ხო, წინები ცალკე, უკანები ცალკე და შეუბეროთ რა. კაია ძმა, ესე იგი ლიდერობ. ნუ ეგრე გამოდის. მართალია 0.1 წამით მომიგე, მაგრამ ნუ ჯარი მაგაქვს და მაგის ხარჯზე ცოტა წინ გავედი, მაგრამ წინა 2 ეტაპი ხო შენ მოიგე? ხო, ეგრე კი, წინა 2 ეტაპი ორივე მოვიგე. ჩემპიონატში ლიდერობ, ხო? მე ვერ მივედი ფინიშამდე, რა. ჯერ დავიმტოდი პირველად. მეორეზე შლანგი გასკდა და არა უშავს, ხდება ხოლმე. ვეცდები რომ დავაფინიშო რა. დროებიც ვნახოთ რა იქნება. წარმატებებს გისურვებთ. ასე, გაიხარ.
მეორე გარბენი ვიარეთ. პირველი დრო გქონდა, მაგრამ წინაზე რო ჯარიმა გვაქვს საბოლოო ჯამში 200-ი არის, მე მგონი სხვაობა, 200-ით ჩამორჩებით, ხო, 200-ით ჩამორჩებით და ორი გარბენი კიდე წინა გვაქვს რა. ის ორი წამი ლამის დავაბალანსე ახლა დროით. მოკლედ 200-ია სხვაობა, ჯერჯერობით, მე და Mazda შორის. დადის რა, ძრავი და ის. რაღაცა დადის. ეს მოძვარ ბიჭო. და ამის ხმა იყო ეთყობა რომ ფაქხადება. მაგრამ ფეხსო ისეთი გაბადღობი გაუდიო. იცი უკვე დრო? მას ხარ როგორი დროსელებით მოვაღწიე? ამის გამო? იმასაც აღარ ეთქი. მაგიტომ იყო რომ ის ბოლოში ხო თო ძაღა ბოლოსკენ დაერხა ხო ბიჭო რო დავდიოდი რაღაცა რა ხალხსმები მოსწო იხეთ ჩაწერა მეთქეთხოვა და ნუნა ჩაწერა აკანო ჩაწერა ბოლოს რო ვიარე იმის მერე დგას რავი რაღა უნდა შევწი რაღაც მიგურღამის აღარა მაგარ დროშია და 3-2-ში გაგივლია შენ ხო კაი დროა კაი დროა მაგაზე კაი დრო ვისარა მიადამი არის 2-3 ხედავ რა და დროსელები მოძრა ეთყობა სიცხისგან რომ გადაწყდა და გადმოძრა და ცალკე ეგდო ეგრე მოვედი
ცოტა უჭირდა რაღაცა ფართხალებდა, მაგრამ რო ვაჭერდი პოტენციომეტრი ხო ხედავდა რომ უნდა გაეშვა რა და იღებდა იქაც რაღაც ესეთ სამაგრივით ხო? კი, აი აქ და აქ მაგალითად ერთი აქეთ ერთი. და იქითაც ექნება რამე მაგდაგვარი. ააცა მოუწევი, მოუჭვე. რა? ენა. დადის რომელია? დადის კი არა ესეც რომ მოწყდეს ჩავარდება ძრა. ხო და მაგას ვიძახი რა. დანგრატი შეუდოთ. მოუშვათ ეს ჩავწიოთ. ჩაუჭიროთ ისინი ნორმალურად და ამოვსვათ და ეგ არის რა. დანგრატი არა უკვე. განგრატების ვათხოვე. კაროჩე ბოლო გარმეზე დაგვეშალა მანქანა. დროსელები მოძვრა, პატკარობაჩნი მოწყდა. კი მაინც მოვიგეთ. პირველ ადგილზე გავედით, მაგრამ ისე დღეშია რომ ვეღარ მიყვავს თავის ხოდით. მოგვიწევს ახლა ჩასვლა, ლაფეტის ამოყვანა და ლაფეტით წაყვანა. მესამე ადგილი ამ ბოლო პერიოდში სულ მესამე და ვერცხლ და ოქროს მოენატრე პატრიცემულო. ვერცხლ და ოქროს მოენატრე. ამდენი ბრინჯაურო გადაადგა და ორი რაღაცა საბრძოლო კომბინეზონი გამოუვა. მეორე ადგილი კლასი D. მეორე და პირველ შორის ფატაშორის ვფიქრობდი რომ ეს ორი ავტომობილი შეიძლება ყოფილიყო და არ ვიცოდი რომელი იქნებოდა მეორეზე და რომელი პირველზე და მეორე ადგილზე გიორგი სილაკაძე თავისი Mazda Miata-ით. კაცი რომელსაც ყველა ლიგაში აქვს ბრძოლები ჩატარებული. დაწყებული რუქიდან დამთავრებული პირველ ლიგამდე კლასი D-ით და ასე შემდეგ. ძალიან დისციპლინებული და კარგი სპორტსმენია გიორგი. ყველანაირად, ყველაფერში დაწყებული რეგისტრაციიდან დამთავრებული ფინიშამდე მინდა თქვას სამაგალითო სპორტსმენია ყველა ასპექტში გიორგი და ვამაყობ ჩვენი პრეტენდენტების რიგებში მუდმივი მონაწილეა. და პირველი ადგილი რალი სპრინტის ერთ-ერთი ფავორიტი ვინც მოიაზრება და ბაჩო ჯოხაძე. ბაჩო იმდენი იშრომა მეგობრებო თავის ავტომობილზე იმდენი შრომა და ენერგია დახარჯული თავის განვითარებაზე რომ ძალიან ლოგიკურიც იყო ის რომ ბაჩო დღეს პირველ ადგილზე ავიდოდა. თუმცა 50-50-ზე იყო ამ ბოლო დროს სილაკაძე ძალიან მომატებული აქვს და არ ვიცოდი ვინ მოახერხებდა და რამდენიმე ბოლო ცოტა გარბენებში მაინც აჯობა ბაჩომ. გარდობა. წელი შეჯიბრი იყო ნამდვილად. ერმა ოფიციალურმა კლუბმაც ყდობა სიჩქარე მოხევა ტორმოზი და შედეგით სახეზეა პირველი ადგილი. ბრავო, გაძლიერებისთვის ციცხე მიზალავს. გიორგის ისტორია რა მოგიყვეთ ავტოსპორტში საღამომდე მოგვიწევს აქ ყოფნა მოქმედი წრიული ბაჩოს აუდიტორიას მივესალმები. ვატო ვარ, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი. ექსპერიმენტალური ეტაპი იყო აქ, იმიტომ რომ აქამდე მოყვარულებს არასდროს არ უვლიათ. ბაჩო მოყვარულიც არის და პროფესიონალიც არის. სადაც ჭირდება, იქ არის, სადაც ჭირდება კლუბს და დღეს საუკეთესო იყავი ჩემო ძმაო. მე როგორც ორგანიზატორი გეუბნები, როგორც ტრენერი იცი კარგად, გაკვირდებოდი და ბოლო პერიოდში მომწონს შენი შედეგები, შენი შემართებაც კარგია. და ლამაზი შეჯიბრი გამოვიდა, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელო და 40-მდე ტემპერატურა იყო. ფანჯარა არ ჩადის, ჩავწიეთ, დავწიეთ, მაგრამ აი ეს სირთულეები კიდე 10 გრადუსი მეტი იყოს, მიდი მაინც გამოვალთ, იმიტომ რომ აი ეს გვიყვარს, რაც მეტი ადრენალინია და მეტი სირთულეა, იმის გადალახვა უფრო გემრიელი და ტკბილია რა. რამდენი მონაწილე იყო ბატონო? 45 მონაწილე იყო დარეგისტრირებული. ვიღაცები ეგრევე ჩაეხსნენ, 40-მა სტაბილურად იარა რა, DNF-ები იყო. 40, კაი. 40 მონაწილე კარგია, მაგრამ ახალი ტრეკის ფაქტორმაც იმუშავა რა. ეხლა ამ ტრეკზე ჩვენ ბევრჯერ უკვე თითქმის რომ ბევრჯერ გამოსულვართ, მაგრამ ეს კონფიგურაცია არ ქონია და რა. ხო, რალი სპრინტზე ყოველთვის სულ ახალი გზა არ მეორდება რა. ხო, არ მეორდება, მაგრამ ფაქტიურად აი რო არ მეორდება, გვინდოდა გაგვიკეთებინა, რომ შევცვალეთ გზები.
ვფიქრობ, რომ დროში ცოტა ვერ მოვასწარით და 3 ეტაპი, 3 ესესივი არის. თორე 4 შეიძლება და 8 შეგვეცვალა რა. იმიტომ რომ თავიდან სავალში შეუბერავდით, ვივლიდით და შეიძლება მოგვესწრო. მაგრამ ოკეი, კარგია, ავტოსპორტია, ჩვენ კი არა, ძალიან სერიოზული კომპანიები და FIA-ს კომპანიებიც კი რაღაცებს აქენსელებენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ არასდროს არ დაგვიქენსელებია. რაღაც ბოლო ესესი ვერ მოვასწარეთ, მაგრამ რეგლამენტი შავჯექით სამივე არის ხო რა, დავამშვიდობები, აღარ მოვაწყენ თავს, მეც დავიღალე, შენც დაიღალე, ჩვენი ოპერატორიც დაიღალა. მადლობა რომ გვიძლებ ყველაფრისთვის. აბა მომავალ შეხვედრამდე. დროებით მოვა წარმატებები გისურვებთ. მოკლედ რალის პუნქტის მესამე ეტაპი დასრულდა, გავიმარჯვეთ კლასში. ვიყავით 15 მონაწილე, აღსანიშნავია რომ ბევრი ვიყავით და კაი არის, ვისურვებდი აღმართცეც რომ ამდენი ვიყოთ. ძალიან მაგარი იქნება, რაც მეტი ვართ, მეტი კონკურენცია და მეტი დაძაბულობა არის. მესამე გარბენზე პატარობაჩნის ეგრეთ წოდებული პატარობაჩნის სამაგრის ბოლტები მოწყდა და კოლოფი ჩამოვარდა, კოლოფმა დროსელები მოაძრო, ძლივს დავაფინიშეთ რო იტყვიან, მაგრამ მოგვიყვანა ფინიშის ხაზამდე მაინც და გავიმარჯვეთ და პირველი ადგილი ჩვენი არის. ახის გამოწერა არ დაგავიწყოთ, რა თქმა უნდა. რო უყუროთ, რაც შეიძლება მეტ ვიდეოს დაფეხული მანქანა თუ როგორ იგებს და როგორ იღებს პირველ ადგილს. როგორ უწევს ხალხს კონკურენციას დაშლილი ნახევრად მომსპარი მანქანა იღებს პირველ ადგილს. რომელსაც თავის სვლით სასვლაც აღარ შეუძლია, მაგრამ მაინც პირველ ადგილოსანია. მოვიდა და ლაფეთით მიდის. რას ვიზავთ, ეს არის ავტოსპორტი. დაეცა, მაგრამ ბოლომდე იარა, მეტი. ეგ არის ავტოსპორტი. ხან მიდის თავის სვლით, ხან ვერ მიდის. რაც თავარი აფინიშებს პირველ ადგილს იღებს. დანარჩენს მივხედავთ. არ არის პრობლემა.